ჩვენ პირველი პირი, რომელიც მობრძანებულია და გამოკითხვისთვის უნდა მოვიწვიოთ დარბაზში, გახლავთ ბატონი სოსო რობაქიძე. ბატონი სოსო რობაქიძე არის ამირან ბუტა რობაქიძის მამა, რომელიც იმ რეჟიმის დროს ხმალამოღებული იბრძოდა საკუთარი შვილის სიმართლის დასაცავად და ჩვენ გვაქვს დღეს პატივი, რომ მას მოусმინოთ. სამდივნოს ვთხოვ, რომ ბატონი სოსო შემოაცილოს დარბაზში. სანამ ბატონი სოსო შემობრძანდება, საზოგადოებას შევახსენებ, რომ დღეს ჩვენ ასევე აფრასიძეების საქმეს განვიხილავთ. ჩვენთან მობრძანდება გამოკითხვაზე დაბარებულია ქალბატონი დოდო აფრასიძე და მისი ორი შვილიშვილი გიორგი და ლედი აფრასიძეები. ასევე დღეს ხდომაზე დაბარებულია ბატონი ნიკა მელია და მე მას მოვუწოდებ, რომ მობრძანდეს ხდომაზე, რის წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მოგვიწევს იგივე გადაწყვეტილება მივიღოთ, რაც სულ ახლახან მივიღეთ ბატონი გიორგი ვაშაძის შემთხვევაში. ბატონო სოსო, მოგესალმებით, დაბრძანდით თუ შეიძლება. მადლობა, დაბრძანდით ბატონო სოსო, თუ შეიძლება. პირველ რიგში ურმეს მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. ჩვენ ბუტა რობაქიძის საქმის განხილვა დავიწყეთ, თუმცა ეს საქმე არც ერთ დღეში და არც ორ დღეში არ მოიწურება, იმდენად უხეში გაყალბებებით წარიმართა თავის დროზე ამ საქმის გამოძიება და არაერთი დეტალი შესაძლოა, რომელსაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს საქმისთვის, დღემდე იყოს ბუნდოვანი. ამიტომ თქვენი ახსნა-განმარტება უმნიშვნელოვანესია ამ მიმართულებით. მე მადლობა მინდა გითხრათ ჩემი კომისიის სახელით, ასევე თითოეული იმ ადამიანის სახელით, ვინც თავის დროზე იმ რეჟიმს ებრძოდა. მადლობა გადაგიხადოთ ქალბატონ ირინა ენუქიძესთან ერთად იმ დიდი ბრძოლისთვის, რაც თქვენ და არა მხოლოდ მასთან ერთად პრაქტიკულად ქუჩაში შიშველი ხელებით აწარმოეთ. მით უმეტეს, რომ ნულოვანი ტოლერანტობის სისხლის სამართლის პოლიტიკა რომ გამოაცხადა მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამ შენობაში პარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან პრაქტიკულად თქვენი ვაჟი იყო პირველი მსხვერპლი. ასევე პატრულის რეფორმა, რომელიც მაშინდელმა ხელისუფლებამ დაიწყო, გადაწყვიტეს, რომ პატრულს შეცდომაც რომ დაეშვა, ან განზრახ ჩაედინა დანაშაული, სულ ერთი იყო რა მოხდებოდა, ეს უნდა დაფარულიყო და ამ საქმის ამ მიმდგომის გამოხატულებაც არის სამწუხაროდ ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმე. ასეთ რამეს შემოგთავაზებთ, რომ გაფრთხილება გავაკეთოთ პროცედურულად, ასეა საჭირო. შემდეგ თქვენ 15-20 წუთის განმავლობაში ქრონოლოგიურად, როგორც თქვენ ჩათვლით საჭიროთ ფაქტების მიმდევრობას, ისე მოგვითხროთ, ამას თავისუფალი თხრობის რეჟიმს ვეძახით და შემდეგ წევრებს სავარაუდოდ ექნებათ კითხვები და ამ კითხვებს რომ გასცეთ პასუხი. რაც შეეხება გაფრთხილებას, ბატონო სოსო, ასეთია პროცედურა, რომ თქვენ ხელი უნდა მოაწეროთ იმ ტექსტს, სადაც აღნიშნულია, რომ განზრახ ცრუ ახსნა-განმარტება იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და კომისიის წინაშე კითხვებზე თუ პასუხს არ გასცემთ, ან თავს აარიდებთ პასუხს, აქაც იგივე პასუხისმგებლობა არის გათვალისწინებული. გთხოვთ ჩართოთ მიკროფონი, წითლად რომ აინთება, ნიშნავს, რომ უკვე ხართ ეთერში და თქვენთვის განკუთვნილი დრო გამოიყენოთ შეხედულების სამებრო. მადლობთ მოწვევისათვის.
დიდი მადლობა. მე მინდა დავიწყო იმ თემიდან, რომელიც თემამაც მე ელემენტარულად უბრალოდ მინდოდა საზოგადოებაში შენს რო იტყვიან გავარდნასთან დაკავშირებით, ამ თემასთან დაკავშირებით. მე ახლა ბატონს ოზარს გადავეცი იქ წერია, რასაც გრიგოლ ბაშალეიშვილის ჩვენებაა ეგ. საერთოდ მე რომ მკითხო ეს საქმე თავიდან დასაშლელი იყო. 2012 წელს უნდა დაშლილიყო თავიდან და რატომ გეტყვით? ბაშალეიშვილმა აი ეგ წერია პირდაპირ ბუტაზე რომ ბანდიც ვესროლე და ლიკვიდაცია გაუკეთე. დაეცა ზურგითო სიძაბვილეში აგერა მაქვს ახლა მე როგორ ესვრის ბაშალეიშვილი ბუტას. ოღონდ ეს არის გაყალბებული, სროლა რაც სროლის დროს არის დადებული რო ესროლა, მერე არის საათახევრის მერე ის იარაღების დადება, ეს ამერიკაში აჩიკო გვილაშვილის დროს გაიგზავნა ექსპერტიზაზე და ჩამოვიდა დღესაც აქ პროკურატურას. ეგა ჩამოვიდა რომ 8 თვის შემდეგ რომ ეს არის სტუდიაში დამონტაჟებული, მაგრამ პროფესიონალურად წვეტებით და მოკლედ მონტაჟი იყო რა. ეს ყველაფერი პროკურატურაში დევს დროის ამბავია, ესე იგი დროები აქვს შეცვლილი, რომ ესროლეს ბუტას ხო საათნახევრის შემდეგ იარაღები რო ჩაიდო, მერე მოიყვანეს რუსთავის ტელევიზია, მერე ეს გოჩას უნდა ეთქვა უდანიას. თქვა ბატონმა გოჩამ ამის შესახებ. უნდა ეთქვა. საქმე რაშია და რატომ არის გავარდნა? მე მაგ დოკუმენტი და კიდე სხვებიც ამაქვს, მაგრამ ეხლა აღარ წამოვიღე. მაგ თითქმის ყველა ტელევიზიაში. მე მარტო იმედის ტელევიზიაში ვარ 440 ჯერ დამყოფი და ალბათ ყველა ტელევიზიაში კვირაში 20 3ჯერ 4ჯერ და სად არ დაგვატარებდნენ. გურიაგინა, აჭარაგინა, სამეგრელოს 137 სოფელში ვარ დამყოფი. ბაშალეიშვილმა რომელმაც მოკლა და ესროლა. ბაშალეიშვილი ამ დროს აზარეაშვილს ადებს ხელბორკილებს, რომელიც იყო სპორტსმენი, ბუტა ერთი ბიჭის გარდა არავის არ იცოდა საერთოდ, მაგრამ ვერ ერევა, იმიტომ რომ თვითონ ბაშალეიშვილი რო ნახოთ, არის 1.67 კილო, 60 ის ბიჭი არის 1.90 სიმაღლეში და ძალიან ფიზიკურად ძლიერა და ვერ ერევა რომ ბორკილები რო დაადოს. ამიტომ აგინებს ბუტას რამდენჯერმე შეაგინა დედა და შეგინების დროს არ არის გამორისული რომ ბუტა მუთხა რატომ აგინებ და გადმოიწია ბაშალეიშვილისკენ. მე რასაც ვიტყვი ყველაფერს სიმართლეს. ბაშალეიშვილმა იფიქრა რომ სიტყვით თქვა მიდიოდა ამას ვერ ერეოდა და რა ქვია ამ დროს ბუტა დებს ხელაწეული მანქანაზე უდევს ხელები გაანეიტრალა მოკლა ცვირით არის დაცემული 35 წუთი ბავშვი იყო ცოცხალი მაიზერ ლიპარტელიანი რომელიც იყო ოცეულის უფროსი მაშინ პატრული ბენზინს ასხავდა მანქანაში კალანგო იყო ესეთი ბენზინის გალონკა მე მივედი 25 წუთის შემდეგ და ბავშვმა ხელი დამახმარა შემოტრია რო გადმოვატრიალიო ცვირით არის ცვირის გატეხილი ხოდა და შუბლიც არის ზურგით გულკეთში ესროლაო და დაეწეს ტყვილი აბსოლუტურად ჯერ სადგინა ორი მასრაა მოღებული ბაშალეიშვილის სადგინახიათ აგერ ალეკო ტაბატაძე პოლიციაში მუშაობდა მე ამ კაცს ვიცნობ 90 წლიდან ჩემი სიძეს იცნობდა ალეკო გივი ყვარილაშვილი ციხეების უფროსი რო იყო გენერალი ჩემედის ქმარი ხო და ბაშალეიშვილს შემდეგ უთხრეს დაიბარეს 2 წელი შემდეგ დაიჭირეს ბაშალეიშვილი 2 წელი შემდეგ 2 წელი ყველი პოლიციელი ატარეს პოლიცია ჩაულებრივად მუშაობდა რა მერე მამაჩემმა და მინდა რომ ვთქვა რომ თუ რამე დაწყებულია და ხელში აქვს დღეს პროკურატურას ყველაფერი მამაჩემს გაკეთებულია იმიტომ რომ არც მე არც იას ერთი წლის განმავლობაში არაფერი არ შეგვეძლო იმიტომ რომ სულად ვიყავით და არ ქონდა და მე მაგალითად შურიზებაზე ვიყავი ჩასაფრებული რა და მამაჩემს ვეუბნებოდი რა დროს პროკურატურა და ისა და ვიყავ ესე ჭკუაზე რა პირდაპირ გეუბნები და პატრიარქმა გამომიყვანა საერთოდ მდგომარეობიდან ყოველ შაბათ კვირას მირეკავდნენ საპატრიარქოში და პატრიარქს ქონდა ნათქვამი რომ გვირგვლიანის და რობაქიძის მშობელი ჩემთან არ აქვს ლიმიტი როცა უნდა მოვიდეს შემდეგ რო შეხედეს ყველაფერს რომ გპ-ში იყვნენ მაშინ რაღაც სამსახური იყო ეს გერმანელები ჩამოსული და უკვე ადეიშვილმა და იმან ამათ ვეღარ გაუწია წინააღმდეგობა მოუხსნეს ბუტას იარაღი თქვენს რომ რობაქიძეს არ აქვს იარაღი მაგრამ დანარჩენ ბიჭებს იარაღი აქვს და მაშინ მე პროკურატურაში ვიყავი და მე ვთქვი ვის უნახეთ ხურდაძეს მეთქი ერთ-ერთი ვარ და რობაქიძე მოკალით თქო
ყველაფერში გავყევი მაგათ, ყველაფერში დამნაშავეები არიან. მე ამის შემდეგ, აი რაც გავარდნაზე, რასაც ეხლა ხალხი იძახის და ვერავის ვერ გავაგებინე ეს 21 წელი. მე დაუძახეს და უთხრეს, შენ თუ არ დაწერე ხარ რომ გამივარდა, შენ მიდიხარ 15-დან 20 წლამდე, ჩვენ ყველა ვიღუპებით. 2 წელი კაცი პოლიციაში მუშაობდა, რომელმაც განზრახი ესროლა და მოკლა. ეს რაც გავარდნა წერი, ეს არის ნაცების გაყალბებული გამოძიება 2006 წელს მამაჩემი იყო დაზარალებული და დანარჩენ საქმეში მე ვარ დაზარალებული ყველაში. დონაძის, მიქაძის და ეხლა მიდის ადეიშვილის და ოქრუაშვილის. აქაც დაზარალებული მე ვარ. და უთხრესო თუ დღეს ჩავარდებითო. ბაშავდა ხო მიხეილ სააკაშვილმა მაშინ სანდრო საქმე და ბუტა საქმე სასამართლოში მიდიოდა ერთდროულად. ერთ დღეს ერთის რო იყო შეცვალა კანონი. კანონი შეცვალა 3 თვის განმავლობაში სოზარმა იცის ეგ რომ თუ პოლიციელი ჩვენებას გადათქვამდა არ მიუჯიდნენ არაფერს. 3 თვის შემდეგ როცა კი დამთავრდა ბუტას და სასამართლო ისევ ეს კანონი ძალაში შევიდა. ძალაში შევიდა. ამიტომ ის რაც გაყალბებას როცა ლაპარაკობენ და მიტომ იყო ეს საქმე დასაშლელი რომ მე მაქვს ყველა ფაქტი მაგის გარდა ძალიან ბევრი მაქვს ტელეფონში მაქვს აგერ როგორ ესვრის ის ექსპერტიზესთობაც მაქვს ამერიკიდან რომ ეს არის გაყალბებული სროლის შემდეგ ეს უნდა დაშლილიყო და ბაშალეიშვილი უნდა წასულიყო 15-დან 20-მდე თუ მიშა კარგად ასამართლებდა ხალხს რატო ებრძვით ამ მიშას ამიტომ ვამბობ რომ გული მწყებოდა იმაზე მე ახლა არჩილ კვილაშვილი ჩემი ძალიან ახლობელია ერთი რაიონიდან ვარ წარმოშვებით ეხლა დედაჩემი თბილისელი მე თბილისში ვარ მაგრამ მამაჩემი თელი ცხოვრება იქ მუშაობდა და ვარცხის კონცერტის დირექტორი იყო სამტრეს გენერალური დირექტორი იყო და ის აღარ ჩამოდიოდა კიდე სამსახური ჰქონდა ხო და გამოძიებასთან დაკავშირებით 2012 წელს რა წავიდა მე ირაკლი შოთაძე და ძალიან დიდი მადლობელი ვარ რაც შეიძლება და ყველაფერი გააკეთა ახლა გამოძიების დროს მაგრამ ის რომ ბაშალეიშვილი 3 წელი დაიჭირეს და რომელსაც ეკუთვნოდა სულ ცოტა 15 წელი ხო ეს ამას ქვია ახალი გარემოება რომლის დროსაც საქმე შეიძლება დაიშალოს და მე ეს ხელში მეჭირა მაგრამ ნუ რატომღაც მოხდა ესე და დავიწყეთ მე 2000 წელს გამოძიებას და სხვათა შორის მინდა გითხრათ რომ ბაშალეიშვილი ბუტა რომ მოკლა როგორც კი გამოვიდა ციხიდან ვანო მერაბიშვილმა აღადგინა შინაგან საქმეთა სამინისტროში ვანო მერაბიშვილმა აღადგინა შინაგან საქმეთა სამინისტროში ოქრუაშვილმა რაც გააკეთა ეს რა ყველა მიცის მე მეუნება სასამართლოში ოქრუაშვილი რომ სოსო ხო იცი შენი შვილის მკვლელი და მოგცემ აგერ იარაღს და მოკალიო მეუნება ხა ამას რო გეტყვის ყოფილი გენერალური პროკურორი ყოფილი თავდაცვის მინისტრი ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ეხლა წარმოგიდგენია ვინ ყავდა მიშას ის ბატონო სოსო ეს ოქრუაშვილი სად ნახეთ პროცესზე იყო ოქრუაშვილი იყო მოწმედ დაბარებული სასამართლოში ხო და ნახე იქ და სხვათა შორის ქართული ოცნებაა ხელისუფლებაში ამ დროს და ირაკლი ოქრუაშვილი იყო მოწმედ და იქ გითხრათ რომ იარაღს მოგცემ და შენ თვითონ იქაც ეს იმედის ტელევიზიაში კი არა რამდენჯერმე დატრიალდა ეს და დავაზუსტოთ იმიტომ რომ ყველა მარიცს კი ბატონო ხო გარეთ რო გამოდიოდა უთხარი რომ იქ ისეთი სისულელეები ლა მაგრამ გასვა ვითომ არაფერი არისო არაფერი არიცოდა საერთოდ როგორ არიცოდა სააკაშვილმა როგორც კი გაიგო რომ პატრულმა მოკლა ადამიანი ადეიშვილის იმ წუთში გააფრთხილა ყველა იმგო ჩემი რეფორმაო და პატრულს არ შეეხოს არაფერიო უთხრა პირდაპირ და რაც გინდათ მაგალითად ლევან გვაზავამ რომელმაც ზურა ბაქრაძე იყო მაშინ კრიმინალური პოლიციის უფროსი უთხრა რომ გაავსე იქაურობა იარაღით ლევან გვაზავამ და ბაქრაძემ ჩაუდო ერთ-ერთ ბავშვ ჯიბეში ლიმონკა გახეული ქონდა ჯიბე და თავში ჩაარტყა დედაში აგიდა დედა არაკავს ჯიბეროდან კეროს ხო ბავშვები ისეთი ნაცემები მოვიდნენ ქალბატონოთია პანაშვიძე ისეთი ნაცემები მოვიდნენ რომ სვიპირი აღარ ქონდათ აი მამუკა ვაზავა იყო ქვეგაყოფილების უფროსი სამტრედიის ქუჩაზე და იქცემეს ეს ბავშვები და 2 საათი ეყარენ ძირს იმ სიცივეში და ბუტას მე და ჩემი და ვიდექით 35 წუთი იცოცხლა გადარჩენი შეიძლება ვერ გადარჩენილიყო სასწრაფო როგორც მივიდა იქ მივიდა 3-4 წუთში სასწრაფოს ექიმი იყო დაბარებული სასამართლოზე და მიცა ჩვენება რომ მე ვიყავი 4 წუთში იქ ბუტაც დავინახე და ეს ბიჭები ძიცო იყვნენ არ მიმიშვეს მითხეს გარდაცვლილიაო მე იქ იარაღი არ მინახე არავის არც ამ გასროლაში ჩანს რომ ბუტას სადმე იარაღი აქვს
თუ გინდა სიმართლე გითხრათ. ნუ როიტყვია ტოტალურად გაყარბდა ყველაფერი, მის შემდეგ მე ზუგდიდში 28 ოქტომბერს აგერ სოზარმა იცის მე კობა დავითაშვილის ბიზნესთან გუნდავა რო იყო მაშინ იქ და გუნდავა საერთოდ არ იყო ჩვენთან ერთად. გუნდავა მოსდევდნენ საცერნად, ეუნებოდნენ ხედრიოში ყავი ადრე. მე და ბიძინა გუჯაბიძე ვიყავით და ბიძინა გუჯაბიძის მეუღლე რომელიც მოიტაცავა, მეგის ქარდავამთო მის მომავალ 3 საათი ვეძებდით. ბიძინა გადახდა პირველი მანქანიდან, ძალიან ძლიერი იყო ფიზიკურად და ერთი 5ჯერ თუ 6ჯერ ჩაარტყეს თავში რომ დაეგიდოთ. სვათაშორის იმპაქტი გადაიტანა ფეხზე და მე როგორც კი მანქანა გავაჩერე და გადმოვედი, იწუჩ ჩამარტყეს 3ჯერ თავში და დავეცეთ ცხვირით. აფთიაქში ვიყავით შესული რომ სისხლი მოგვეწმინდა და ამ დროს იმედის ტელევიზიას ისეთი კადრები აქვს. ეხლა უნდა გამოქონდეს ყველაფერი ასე. თავიდან ბოლომდე. მაგალითად აგერ ინტერნეტში ნახე რომ მიხეილ სააკაშვილი იძახის ევროპაზე რომ ევროპა მთელი ცხოვრება კოლონიასტი იყო და ზემოდან უყურებს ყველასო და საერთოდ საჭირო ჩვენ ევროპაში შევიდეთ. ხო აღარ არის კადრები რა. ხო და ამ გამოძიებასთან დაკავშირებით. ამიტომ შემდეგ ჩვენ მაგის შემდეგ სამართყოფოში ვიწექი, მაგრამ ავდექი 2 ნოემბრისთვის და მე ისევ დავწექი 7 ნოემბრის მერე ერთი კვირა თავიდან უნდა წულიყავი 25 დღე, მაგრამ არ გავჩერდი და სვათაშორის ეხლაც მაქვს ის თავის ტკივილები შერკება მქონდა, თვალში 2 გემატომა მქონდა და 2 ნეკნი ჩამტროებული მქონდა. ამის შემდეგ კეკელიძეზე ვიყავი, სვათაშორის ესეც იყო ტელევიზიაში. მოვდიოდი იქედა და მეგობართან უნდა გამევლო, მითხრა რომ ამოდიო სტუმრები მყავსო, ავედი იქა ოღონ საათახევრის შემდეგ. და უთხარი რომ რამეს წამოვიღებ მეთქი თუ გინდა მეთქი რა და ხელში მეჭირა ცელოფანი. აქ დიდი ხანი იდოეს გენინსპექციაში შინაგან საქმეთა სამინისტროს. მე მგონი ეხლა ძდებს ეს და მაშინ გია სირაძე იყო, ვაკე საბურთალო გაერთიანებული იყო, იმის მე სუში მუშაობდა იმის საბურთალო ვაკე საბურთალოს პოლიციის უფროსი. ისიც იყო მოსული, მთელი სამინისტრო მოსული. პადიეში რო შევდივარ საათახევრის შემდეგ ეთქობა უსვენდნენ საუბარს ტელეფონში მაგ დროს რო შევდივარ იქ არის ჩემსაგთან ახლოს 0-2 სართული და განათება არ იყო, სულ განათება იყო და სანამ მივედი ლიფტამდე უკან ერთმა მომადო იარაღი და წინკო მეორე. ამაზე მაშინ მე იმ წუთში დავრეკე ადვოკატის პრავდა ჩემი სახში მოყვანილი და მთელი შინაგან საქმეთა სამინისტროს სამმართველო რაიონი ყველა მოსული იყო და არაფერი ეს იყო ჩემი აზრით უფრო როგორ გითხრათ რა ხარ ფსიქიკური რაღაცა იყო ხარ კილერი ხდება და იარაღის გადაკენის ხმას გაიგებს სად არის გამზადებულია თავიდან ბოლომდე ხო ვერ არაფერი არ გამოიძიეს კი რამდენჯერმე დამიბარეს და მე ერთ-ერთი ადამიანი მე ვიცანი თვალები არ ქონდა დაფარული და რო წავიდა ხო აი პახოტკით ვიცანი რა და დოლიძეზე ქვეგაყოფილება იყო თუ იცით თქვენ მე მგონი ეხლაც არის პოლიციის და იქ შევიდა და მე იმ წუთში მივედი მაშინ იმ გაგარინზე იყო ისას პოლიცია და რომ მივედი არ დავთვალს ირაძე და იქ მორიგეს უთხარი რა ვიცანი მეთქი ერთი ადამიანი და ეგო კაცო 4 თვით ადრე 4 თვია ჩვენ გათავისუფლებულ რასაკეთებთ ათავისუფლებთ ხალხს წვილი რიცხვით რამე რომ მოხდარიყო ამ პოლიციელებს და მე როგეთებდნენ აღდგენას თუ გადარჩებოდი თუ არა და გავიდოდი ერთი წელი აი როგორც ბაშალეიშვილი აღადგენს ისე აღადგენენ ამის შემდეგ ხო რაც შეეხება აქ იყო ხსენებული იაშვილთან დაკავშირებით რომ სვათაშორის მინდა გითხრათ რომ იაშვილთან დაკავშირებით სანამ იაშვილი ციხიდან გამოვიდოდა ჩემთან დადიოდნენ წელიწადნახევარი იაშვილის შვილი იაშვილის მამა ასე შემდეგ და მეუნებოდნენ ასე ცუდად არის და იაშვილი ცუდად იქნებოდა იმიტომ რომ ვაკის პოლიციის უფროსი რო იყო პერედეზურე უკითხარი მიყვანილი 3ჯერ ნარკოტიკით სამართყოფოში და არაყის ბოთლით დადიოდა ჯიბეში ხო და მე იაშვილს შევთავაზე ყველაზე მეც სიკეთეს უკეთებდი იმიტომ რომ მამამისი არ იყო ცუდი კაცი მომეწონა არ ვიცი ხა ცოცხალია თუ არა იაშვილს შევთავაზე რომ თქვის სიმართლე იცანამშრომლე პროკურატურასთან მე თქვენ გაგიფორმეთ პროცესს ის 2 წელიც არ იჯდებოდა ჩემთვის რომ დაეჯერებია არაო მომიბრუნდა და მითხრა რომ მე მართალი ვარო და მოვად რომ ტყილა მიშვებ ციხეში და თქვენ დაგიჭერთო ჩემზე თქვა და ჩემ ოჯახზე თქვა ფეობლებზეც იაზეც და თქვენ დაგიჭერთ არ ამის მერე დაიწყო
ამას ადამიანი გეტყვის, მე იმას უნდა ჯერ მე არ ვიცი ესეთი რაღაცა დაუნდობელი ვარ ყველა იმ ადამიანის, ვინც კვლელობას აყალბებს, ვინც კვლელს ხელსაფარებს და დაუნდობელი ვიქნებით ცხოვრების განმავლობაში. ერთადერთი შვილი მყავდა, არაფრის გამო იღლიაში აქ ტყვია მოხვედი, დამტოვეს უაზროდ, ბაბუა მე ვერ გავხდები, ვერაფერი მე ვერ გავხდები და ერთი კაცის მოკვლა არ არის, ერთი კაცის მოკვლა და მაგათი შვილები იმასე ტორტის ჭამით კვდებიან თუ. ესე ასე რომ მიუდგე ყველას შეცოდებით შეიძლება ყველა შეგეცოდოს. ეხლა დაწუნებული ვარ მიხეილ სააკაშვილის ეცოდებათ ვინმეს, მაგრამ ნომერ პირველი ჯალათიძის ციხეში, არზის ციხეში რო იძეს კიდე ხო. აი ეხლა არ მინდოდა რომ მეთქვა, მაგრამ დღეს რომ მიხეილ სააკაშვილი არზის ციხეში ჩვენდაირ ხალხისთვის წამება ეგეც. პირდაპირ ვიზარი. მიხეილ სააკაშვილი უნდა იძეს ციხეში. რო არა ბიზინა ივანიშვილი, მე რატო ვცემ ბატონ ბიზინას ერთი ბევრი რამე აქვს საქართველოსთვის, არავის არ აქვს იმდენი გაკეთებული, რაც ბიზინა ივანიშვილს ყველაფერს თავი რო დავანებოთ. არც მილიარდებზე ვლაპარაკობ. ბიზინა ივანიშვილი რო არ გამოჩენილიყო, ძალიან სოზარმაიცი, ძალიან გაჭირდებოდა. შეიძლება 1-3 წელი კიდე ვიშა ყოფილიყო. საბოლოო ჯამში მაინც ბოლო ქონდა მოღებული, მაგრამ ბიზინა ივანიშვილი დროულმა მოსვლამ იცი რა გააკეთა? კი არ იქნებოდა 200 ბიჭი მოკლული, იქნებოდა 1200 ბიჭი მოკლული. ციხეში კი არ იქნებოდა 700 კაცი მოკლებული, იქნებოდა 2700. აი ეს სიცოცხლეები აჩუქა. ბიზინა ივანიშვილმა იმ ოჯახებს, რომელთაც ჩვენაირ განწარებულები არ არიან. და ენა როგორ უბრუნდებათ პირში კაცს რომ ეს თურმე ბიზინა ივანიშვილს აღარ აქვს მილიარდი აღარ აქვს ნახონ რაც ამერიკის შეერთებული შტატებში იმანაც თქვა რა ქვია უშინ ქალაქის მერმას თქვა რაც ამერიკის შეერთებული შტატებს აქვს 30 წელიწადში გაკეთებული იმდენი აქვს მაგას გაკეთებული 10 წელიწადში თუ გინდა სიმართლე გითხრა იმდენი ფული აქვს დახარჯული და აი ყველაზე მეტი ის არის ეს სოციალური გადაარჩინა მე ახლა არა ვარ ის ადამიანი აი თუთაშხიაში რო ვარ რომ მომცემთ ახლა თქვენ თუ არა მე იმას რომ მე აქედან თავისუფალი ვიქნები და ლოცვას დავიწყებ იმპერიაზე და მეფეზე ვარავ რაც სიმართლეა იმას ვამბობ სიმართლე ხანდახან კარგია უნდა მოზომო ხანდახან არ ვარ გამე ხანდახან ვერ ვზომავ და შეიძლება მტრებიც იმწყობს გაჩენილი მაგრამ თავარია იქ რო წავალ იქ ვიყო მართალი იქ აი ტარდება ყველანაირი სასამართლო ეხლა მე რაღაცები თუ მაგით რომ აქ დავიკითხავ ამას ხო უშინ იყო ახლა ირაკლი კაკაბაძე და რა მინდა რომ გამოვიყენო ეგრლოთ ეს თქვა ირაკლი კაკაბაძე იყო გრიგორლიასთან გადაცემაში ირაკლი და მე ძალიან ახლობლები ვართ ანი ძალიან ახლო მეგობრები ვართ მაგრამ მინდა უთხრა რომ ირაკლის რომ უშინ ახლა ზვიად გამსახურდიაზე რომ დაიწყო ლაპარაკი ბიზინა ივანიშვილი ახსენა რომ ვითომ ესენი არიან შევარდნაძის დატოვებული ხალხი და ბატონო ირაკლი ჩემო კარგო ეხლა მოვიდი აქედან რომ გამოვალ შეთან საშტად დაგელაპარაკო იმიტომ რომ ზვიად გამსახურდია დაიღუპა მაშინ როდესაც ბუშმა თქვა რომ დინების წინააღმდეგ მიდიოდა ზვიად გამსახურდია უღალატა ევროპამაც და ამერიკამაც დაბლოკეს ეს კაცი ერთი საელჩო არ გახსნეს ზუსტად აი ამ ხალხმა ამ ევროპელებმა და ამ გადააგდეს ზვიად გამსახურდია ზუსტად ამ ხა ისე როგორც 21-ში ინგლისმა და გერმანიამ მიატოვა საქართველოს იორდანიასთან ერთად და ამაზე მაზნიაშვილი გაგიჟებული იყო რუსებიც მოიგერია სომხებიც მოიგერია თურქებიც მოიგერია და ყველაფერი მეტი მქონდა და დაყარეთი არა წამოდითო აი ეს გააკეთეს რაც სააკაშვილმა გააკეთა ომის დროს აი ეს მინდა რომ იცოდეს ირაკლი რომ არც ზვიად გამსახურდიას კვლელობაში ვინც არის ყოველ შემთხვევაში იმ თავრობას რომელიც თავრობას დღეს არის არანაირი მონაწილეობა აქვს მიღებული და პირიქით სადაც ზვიად გამსახურდია მოკლა იქ ეკლესიას დაიდგა საბავშვო დაიდგა და ის შენობას გარემონტა ეს ქვია ხო წასული ადამიანის პატივისცემა ხო არის შეუულებრივად კარგი თუ რამე კითხვები გაქვთ ეხლა მე ცოტა ჩვენში დარჩეს და როდესაც და ტელევიზიაში რომ მიდიხარ, მაგრამ ემოციურად ყოველთვის არის ჩვენნაირი ადამიანი რა. მეც ხოდა რა შეეხება იმას დაკავშირებით რომ მე ძალიან ბევრმა ადამიანმა დამიკავშირდა იასთან დაკავშირებით რომ გავარდნაზე დაიწყო ლაპარაკი რა არის იცი მე მინდა იმ ადამიანებს უთხრა და ზოგი ძალიან ცუდი სიტყვებით ლაპარაკობდა და მინდა უთხრა რომ ახლა დედა არის მოუკლეს ერთადერთი შვილი შეიძლება მე ხა იმდენი რამის გახსენება მინდოდა უცებ ვეღარ გავიხსენე აქ რომ მოვედი და ახლა ასეთი შეცდომა ხანდახან ჩემ გამოსვლას რომ უყურებ ტელევიზიაში სიტყვები მე რევა ხოლმე და მაგრამ ემოციური ხარ იმიტომ რომ წარსულზე როცა ვლაპარაკობ და აი ზოგი ამბობს რომ ეს წარსული არა არის საქმეები რომლებიც არ ბერდება მაგრამ
ის წარსული სულაც არ მინდა რო გავიხსენო, ყველაზე მეტად ყველა ჭიროება ჩვენ და ერთ ხალხს უხდის. მაგრამ წარსულში ჩაიდინა აი ეს იმათ რომ მოსვლა უნდათ. მაშინ ჩვენ ვერ დავიძინებთ რა. ბატონო სოსო, წევრები დასვამენ კითხვებს, უბრალოდ თქვენ რაც ბრძანეთ, შეიძლება ყველასთვის ნათელი არ იყოს, ამიტომ თქვენ ნებართვით განმარტავ. ანუ არსებობს, როგორც მე ვხვდები, ერთი კონკრეტული მომენტი, რომელზეც თქვენ გაქვთ ძალიან კატეგორიული პოზიცია ფაქტებზე და ტელეფონშიც მაქვსო ვიდეო თქვენ ბრძანეთ. კი, აგერ ამაქვს თუ გინდა კი, ეს მოგვაწოდოთ ჯობია რომ ჩვენ მე გქონდეს. აგერ სოზარს ამას გადავუგდებ კი ბატონო, კი ბატონო. იქ არის რა, სროლა, კლავს, ეცემა ცხვირით. ხო, რა მინდა რომ მეთქვა, გილს იდებს ჯიბეში, ბაშალეიშვილი. აი რო იხრება. ბაშალეიშვილი იხრება და ფაქტის დამალვა უნდოდა და სხვათა შორის მე რა მოხდა ახლა ბოდიშიტით ქალბატონო თია მაბატიე თუ შე მე იტყუებაო და ორჯერ ჩაარტყა იარაღის ტარი თავში ისე წვალობდა 25 წელს ბავშვი მე და ჩემი და ფშხილებიდან ასვალთს უღებდით რა არის მინდა რომ მე არ მიყვარ თავის შეცოდება არასდროს არ შემეცოდება და არ შევიცოდებ მაგრამ ძალიან ძნელია როდესაც ასე დახოცეს 200 ბიჭი სისხლი მტკივა უბრალოდ და ღორივით დაჩეხილი მოყავდა მორგვიდან პატარა ბიჭები ყოველ შაბათ კვირას პატარა ბიჭები დასაფლავებას დავდიოდი და ერთი ვინმე მოსულიყო იქ და ენახა რომ 3-4 საათი მიწაში ჩადება არ უნდოდა ჩვილებს რის გამო გაიყვანეს ესენი ცხოვრებინ რის გამო ერთი გაგვაგებინონ რამე ამით ქვეყანა აშენდა საბჭოთა კავშირი ვერ აშენდა და დაინგრა სისხლი 20 არის და ეს პატარა ქვეყანა როგორ უნდა აშენდეს მაგათ ყველამ უნდა იცოდეს რომ თავის საკუთარ ხალხზე ხელი არ უნდა იყოს თორე ყველა დაიღუპება მით უმეტეს როცა მართალი არ ახარ ხო და მინდა უთხრა ყველა იმ შობელს გაძლება გურამი გვირგვლიანი რა დღეშია და ერთი შემოიხედონ ჩვენ სახში ვინმე ვიცი მე რაჭორებით დაიყარა ჩემზეც არის ვითომ ლოთოფით როს ვლობდა ლოთობდა ეგეც არ არის გამორიცხული ჯერ ვერ ვილოთებ იმიტომ რომ ყველაფერი მტკივა ვიზრის მტკივა მარჯვენა ბლოკადამა გულისრული ყველაფერი მტკივა ჩემი ძმა დაკვირვებებზეა დიდი ესედა ასე დღეში ვარ და ცოცხლებს ძლივს დავდივარ ვერავინ ვერაფერს ვეღარ გვაწყენიებს გულით რომ მოინდომოს აი ბებერი მეზურნეები რო არის და შუქს რო გადაუჭრის იქ და რო ეტყვის რომ ამას რო უყურებო ამ ოჯახს 9 წუთს აქედან 4-500 იყო იქ ვინც თამაშობს შე რა უნდა გადაუჭრა ამას რო აწყენიო რა რა უნდა გადამიჭრა რომ აწყენიო 60 წელს გახვდები და უასრო ცხოვრობ 21 წელია ბატონო სოსო გუშინ გაწყვეტინებთ ბოდიში როინ შავაძის ქვივი იჯდა თქვენს ადგილას და ბატონო სერჟანტ როინ შავაძის ქვრივი იჯდა გუშინ აქ არ ვიცი თუ უსმინეთ და მან თქვა სიტყვები რომ ჩვენთვის არც აწმყოა და არც მომავალიო. იგივეს ბრძანებთ თქვენ. სამწუხაროდ ეს ასეა, თუმცა თქვენ რაც არ უნდა მტკივნეული იყოს დღეს თქვენი გამოსვლა თქვენთვის. ამას უსმენენ ახალგაზრდები, უსმენ საზოგადოება და ჩვენი მიზანია რომ ის აღარ განმეორდეს რაც იყო და ამაში ყველა მწვრილი უნდა შევიტანოთ. მადლობა თქვენ ამისთვის. ბატონი სოზარი დასვამს კითხვას და შემდეგ სხვა წევრები. ხო აი მინდოდა მეთქვა რომ აი დათო ლორთქიფანიძე თქვენი გუნდის წევრი იყო და დათო ისე ამხნევებს ხოლმე და მიდგას გვერდითაც ჩვენ საერთოდ დიდი ხანია ვისწობთ ერთმანეთს. ძალიან დიდი ხანია ვისწობთ ერთმანეთს რომ და რო არა დათო შეიძლება ბევრჯერ რაღაცა შესაძლებელი დამეშვა. სულ მიჭერს რა, იმიტომ რომ ძნელია 21 წლის განმავლობაში მოთმენა. ეხლა სასამართლო მიდის ადეიშვილი უკრაინაში და არ დამთავრდა ის 7 წელი გაგზელდა, ისე 7 წელი გაგზელდა და იმბრალოდ მინდა რომ მოვესწრო რა. მოვესწრო რაღაც დამთავრდა. საუბარია ჩვენს თანამებრძოლზე, მაჟორიტარ დეპუტატზე, დავით ვანის მაჟორიტარ დეპუტატზე, მერვე მოწვევის პარლამენტის წევრზე. ბატონ დავით ლორთქიფანიძეზე, რომელსაც აქედან აი სოზარი პატივისცემას რა მინდა რომ თქვა და აუნუსო უტას ფიცავარი, იმიტომ რომ მე ხო ვიცი ხა სოზარს ვინ რა უნდა უთხრას. კაც როზგებიც მოხვედრილი აქვს, ძმა დაუჭირეს. და 24 საათ ჩვენ გვიდით. მე ესეთი სახალხო დამცველი სოზარი რო იყო, ჯერ საქართველოში არ ყოფილა. ეს იყო აბსოლუტურად ტერს ეძახდა, ტერს მოყარეს ეძახდა მოყარეს რა. ბევრი ვერ გაბედავს. არა, მე სიმართლეს ვამბობ, იმიტომ რომ კომისიაში რომ ხარ, კარგია რომ კომისიაში ხარ რა. უბრალოდ სალამ გადავალ შოულ საქმეზე. ბატონი სოსო იყო ადამიანი, რომელმაც მაშინ რაც უმძიმესი ტრაგედია მოხდა და შვილი
მოკლეს ის არ იბრძოდა სამართლიანობის აღდგენისთვის თავის შვილისთვის მხოლოდ ის იყო ყველას უფლებების დამცველი ყველას გვერდის ეტყვა და იბრძოდა რომ ეს სისხლიანი რეჟიმი მართლა მოცილდებოდა საქართველოს ყველგან სადაც ვიღაცის უფლება შეიძლება დაარღვევლიყო პირველ რიგში იდგა ბატონი სოსო ეხლა მინდა წავიკითხო ეს სხვათა შორის წინა მოსმენაც როცა გქონდა მაშინ მინდოდა იგივე თქმა მაგრამ ეხლა აქედან უფრო კარგად გამოვიდა იმიტომ რომ მადლობა რომ მომაწოდეთ ეს არის ბატონი იურიგულ ბაშალეიშვილის ჩვენება კარებიდან მანქანის უკანა მარჯვენა კარებიდან გადმოვიდა ახალგაზრდა ბიჭი რომელიც როდესაც მიუახლოვდა მანქანის კუთხეს ჩვენი მისამართით გახსნა ცეცხლი მან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან მოახდინა ორი გასროლა. ამის შემდეგ მომენტალურად მის მიმართ დამიზნებით ვისროლე ჩემი ტაბელური იარაღიდან და ამის შემდეგ მოხდა მას თვე. უბრალოდ ბაშალეიშვილის მიმართ კიდევ ერთხელ ვიტყვი ბაშალეიშვილის ბრალის კი არ გინდა წარდგენილი სანამ საპარლამენტო მოხსენებაზე არ თქვი რომ ასაც ქალბატონი თეატრში. ბატონო, ასაც ქალბატონი თეატრში რად ამბობს რომ პატრულის რა ქვია ვერსების იმიჯის გადასარჩენად მოახდინეს საქმის გაყალბება ეს თქვი პარლამენტის ხმაზე და ამის შემდეგ შეიცვალა იქ დამოკიდებულება ამ საქმის მიმართ. ამის შემდეგ მოხდა რომ ბიჭები გათავისუფლდნენ ეს არის უკვე 2005 წელი გაზაფხული ამის შემდეგ მოხდა რომ ბაშალეიშვილს წარადგინა ბრალი. ბაშალეიშვილს ბრალი წარადგინა სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით. დღესაც მიმაჩნია, მაშინაც მიმაჩნდა, რომ ეს არ იყო სწორი კვალიფიკაცია, უბრალოდ საქმე სასამართლო დამთავრებულია და დღეს მესმის რომ ეს არ შეიცვლება, მაგრამ აი მარტო აქ რაც წერია ადამიანი რომ აყალბებს, ის რაც მან სასჯელი მოიხა და მარტო ამისთვის ესე მარტო ამ სიტყვებისთვისაც კი ცოტა ის სასჯელი რაც მან მოიხადა უბრალოდ ჩემი პოზიცია. მოწმეები მყავს ბატონო ზოგადად ვანელები არათუ ადამიანის ყველობისთვის. კი, შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდნენ და ერთიო რო გავაგორეო, ყველა დაწვა მერეო ბაშალეიშვილს. ბატონი ამირანიც თუთას ბაბუა და ბატონი სოსოს მამა, ისე როგორც ბატონი სოსო, როგორც ქალბატონია, მართლა დღე-დაღამე იბრძოდა თითოეული ადამიანის უფლებების დასაცავად და ამ ბრძოლას შეეწირა კიდევაც. უბრალოდ ერთი კითხვა მინდა მეთქვა ბოლოში, რამდენი ადამიანი გასამართლდა მთლიანად ამ საქმეზე, აი გაყალბების თემას. ძალიან ბევრი ახლა ვერ დავიცვლი რა 7 წელო სასამართლო წავა. ეხლა იმდენი მოწმეები არიან, რომ 30 კიდეა დარჩენილი. ხოდა მე ვიყავი სხვათა შორის შეუცი გენერალურ პროკურორს, იმიტომ რომ დიდი ხანია თითქმის წელიწადი აღარ აღდგეს სასამართლო, იმიტომ რომ ახლა პირდაპირ ვამბობ რა, უთხარი რომ არის ესეთი მოწმეები ზოგიერთი რომ ბიჯექი მინდა იქ რა ქვია ხდომაზე უყურებდი რომ გავედი და ლაშას უთხარი. ახლა მე პროკურატურის კმაყოფილი ვარ პრაქტიკულად, იმიტომ რომ კარგად მუშაობენ ბატონი შოთაძე ყველაფრის საქმის კუში მაყერები და ერთი არ გაუკეთებია ისეთი რამე რომ ჩემს გარეშე რამე აი ყველაფერზე მეუნებოდა ესე იქნა მასე მაფრთხილებენ ეს არის მოწმეები პრაქტიკულად ჩემი მიყვანილია სულ ყველა ვინც იქ მოწმეები არის მაგალითად ზურა ბაქრაძე რომელიც იყო კიევში აგერ ზაზა შანავა არის მაგის ადვოკატი ფოტოჟურის შაკო ნიკაბაძე ოქროს მოწმე რომელიც პოლიციაში მაშინ მუშაობდა მიშას დროს და ჩემთან მოდიოდა თავზე ტომარი ქონდა გადაცმული ღამის 60 საათს და მე მეორე მხრიდან ვაპარებდი სახლიდან თეთრ და შავს მეუნებოდა ორი ჟურნალი ქონდა ერთი თეთრი ყველაფერს ვაყალბებო მითხრა ყველაფერს ვაყალბებო ასე იყო მე ვიყავ გადაცემაში ერთ-ერთ გადაცემაში ტელევიზიის მაკარას ბაზარში და იქ ისეთი რაღაცა მითხრა ერთმა ადამიანმა რომ იმ წუთში დავიჭირე ეს სიტყვა რა რომ დონაძეს და მიქაძეს გამზადებული ყავდა ბაქრაძე ეთანამშრომლა პროკურატურასთან როდესაც დაიჭერდნენ და ბაქრა მეორე საქმე რასაც ქვია ჩინოვნიკის საქმე იმაზე დაეძო ხელი პროკურატურასთან ითანამშრომლდა პროკურატურა საპროცესოს გაუფორმებდა და გამოუშვებდა ხოდა ამიტომ მე მივედი მე ამ ზაზასთან შანავასთან და უთხარი რომ რა ხდება მეთქით კონტაქტი ქონდა მის შვილს და ადვოკატს რომ უკრაინაში იყო და მე ერთი ადამიანისგან ვიცოდი რომ უკრაინაში იყო და ის ადამიანი ჩემი ახლობელია და მე იმ ადამიანს დაუკავშირდი იმას ყველა ისნობს თბილისში და მე იმ ადამიანმა დაელაპარაკა ისე როგორც საჭირო იყო ბაქრაძეს უთხარი გადაეცეს რომ უფრო დიდ ციხეზე მიდის ჩამოვიდეს საპროცესოში დავეხმარე მეთქი იგივე შევთავაზე იაშვილს ის 2 წელიც არ იჯდებოდა არ შედაგიჭერე რომ მე მითხრა იაშვილმა მაშინ ხო და
რა ისა დამი დაუკავშირდა მე ამ ადვოკატს ჩამოვიყვანე იქიდან იქ ცემეს მაგრად უკრაინაში აეროპორტში რომ მოდიოდა აქედან ვიღაცა აქ ერთი ამბავი იყო ატეხილი რომ ემუქრებოდნენ იმაზე ზურაბაქრას აი ეს მოხდა მაგას 3 თვე მუშაობდი ამაზე 4 თვე რომ ბაქრაძე ჩამოსულიყო და ძალიან გაამყარა და მე არც უმალავ ამას მე მირჩევნოდა იაშვილს ეღიარებია მამამისი არ იყო ცუდი კაცი არ ვიცი ოცხოდ ეღერა შევთავაზე და იაშვილი საერთოდ არ წავიდოდა ციხეში რაც მე შევთავაზე ვინე ბაქრაძეს ნამდვილად დავაჭერიდებდი რა არის თანამშრომელი თქვა სიმართლე თქვი სიმართლე ამ ვიც კი სიმართლე არ თქვა იქ და გააყალბა ყველაფერი ეს არის აღარც მიქაძია აღარც იაშვილია იაშვილმა კიდე ამთეხა როგორ იცოცხლა მიგვირს მაგრამ აღარც იაშვილია გარდაიცვალა ხო გარდაიცვალა ეხა ყველას დაემართა მე არა ვარ ისეთ ამე რომ ვინმესთვის ცუდი მინდოდეს მაგრამ იმდენად პატიოსანი ბიჭი რაც კი პრობლემები მოხდა ხო ყველა სისხლით ტკივა მაგრამ ბუტაი ვერტე რომელსაც სხვა არ ამოუღია არც ის უთქვია ვიღაცისთვის ეს ბოდიში და ასეთია არც ის უთქვია არაფერი აბსოლუტურად რა საერთოდ მე მგონი ეგ ბავშვი პირველად გავიდა ჩემი ბრალია და იას ბრალო ესეთი გავზადეთ უასწავლო ქუჩაც უნდა ასწავლო შულს და ყველაფერი უნდა და არიფი იყო აი პირდაპირ ვიძახი აი ვერანაირად ვერ არ იყო გასული 10 საათის ფეხზე ვიდექი 10 საათს საჭირო არ ყოფილიყო ერთი შვილი მყავდა კამარზე მყავდა გამობული ახლა მე ის მე არც სოლი მომიყვანდა არც არ ვიდა რომ მე რაც უთხარი ბუტას რომ მარტო მე და შენ დავჩვენით მე კი დავჭით ასია იური ვაზაკაშვილის მამე დედები რა თქმა უნდა მაგრამ მამებმა რა ნაკლები ირინე ნუკიძე გარდაიცვალა 2007 წლის 20 აგვისტოს ბუტას დაბადების დღეს მაგრამ 5 წელი ჩვენ არ გავჩერებულ ვართ იქ რო იცოდეს ვინმე ვაზაკაშვილის დროს რაც გაკეთდა მაშინ იმდენი არ გაკეთებულა 2007 წლამდე მთელი სტატისტიკა ჩვენ ჩამოვიტანეთ მე დაიურა მთელი საკა ერთი თვითმყავი წასული იცოდნენ მაშინ ზუსტად 30 თუ 32 ადამიანი და რო ჩამოვიდა გახდა 168 ძალიან დიდი საქმე გასწია ბატონმა იურა ვაზაკაშვილმა თქვენ და იმ კაცებმა ვინც ურამი ტირის როდესაც ხალი ვერ წავიდოდა წინა პლანზე იყო ასეთი მძიმე ხა არც უნდა დაგვეყენებინა ხა იარო დამდგარიყო სადაც უნდა დუბიკა მოხვედრო და უნდა მე დავდგარიყავი წინ ხო ხა იაზე ესაც ვინმე ისე ერთ კაცს ისეთი ტელეფონში უთხარი რომ ასე ცუდი სიტყვა არ ვსდები ამ გამოსვლას ადაგაშვილებით რომ იაზე როცა არ უნდა იყოს ვინმე ცუდი მითხას არის ჩემი პირველი მტერი ჩემი შვილის დედა ეს გასაგებია სხვა რაღაცას გამიხარდება თუ გინდა მინისტრად დანიშნონ თუ გინდა სხვა რაღაცას ვამბობ ბატონო არ არის გაუნათლებელი ადამიანი და კარგი ოჯახიდან არის მამამისი ნიანგის რედაქტორი სხვა რაღაცას ვამბობ ბატონოსო ერთი წუთით თუ შეძლებთ მომისმინოთ საუბარი არის იმაზე რომ იყო ხოლმე მომენტები ჩვენ სტაჟიორები გვესწრებიან ახალგაზრდები და მათ ეს არ ახსოვთ იყო მომენტები როდესაც ანუ ზოგადი სურათი იყო ასეთი ახალგაზრდებმა რო იცოდნენ რომ ჩვენ ვიყავით ქუჩაში პარლამენტში ოპოზიცია არ არსებობდა 3-4 კაცის გარდა და რეალურ ოპოზიციას გულისხმობ თუმცა ნაციონალებმა მოიგონეს რაღაც პარტია და ყავდათ დანიშნული ოპოზიციაც მაგრამ რეალურად მებრძოლები იყვნენ სულ რამდენიმე და ისინი იბრძოდნენ ამ შენობაში, მაგრამ ეს ამინც ვერ ცვლიდა. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი რესურსი იყო, იმიტომ რომ პარლამენტში ყოფნა ყოველთვის არის პოლიტიკური რესურსი. გარეთ იყო ყველა ქუჩაში და იმ ქუჩასაც ქუჩის ოპოზიცია ერქვა ამას, ასე გვიწოდებდნენ. ეს ადრე იძახით ხო თქვენ? ადრე იმ დროს ყვები, ახალგაზრდებისთვის ვინც არის ის მეთქი, თორემ თქვენ კი არ გიხსნით, მოდის გიხსნით. და იყო ისე, რომ იმდენად მძიმე ვითარება იყო, იმდენად დიდი იყო სხვადასხვა უმსგავსობის ჩადენის რისკი სახელმწიფოს მხრიდან, რომ ზოგჯერ როლების ჩანაცვლება იყო საჭირო და რასაც ხალი ვერ გააკეთებდა, მამაკაცებს უნდა ეტვირთათ თავის თავზე და სწორედ ასეთი ძალიან დიდი ტვირთი გაქვთ თქვენ ნატარები, ბატონ იურას სულ საქედან მივაგებთ პასუხს, მან ძალიან დიდი ჯაზუ რომ იყო იქ და აფუძნა
რეალურად კერა იყო იქ წინააღმდეგობის კაცი გადიოდა სოზარმაინცის ჩვენ ჯაზუში ეს იყო საბურთალოზე მისი ოფისი რესპუბლიკური საავადმყოფოს გვერდით კი რესპუბლიკური საავადმყოფოს პირდაპირ მისი კუთვნილი ოფისი თორემ იქ სხვისგან გეფიქირავებინა ოფისი და ოპოზიციური მოძრაობა დაგეფუძნებინა ამის შანსი იყო 0 იმიტომ რომ ყველა იყო შეშინებული ამიტომაც ბატონმა იურა ვაზაგაშვილმა თავისი კუთვნილი ფართი გამოყო იქ დაფუძნდა ჯაზუ და იყო წინააღმდეგობის მოძრაობის ოფისი რეალური ოპოზიცია ყველა პარტიიდან იქ იკრიბებოდა, თუმცა იყო სხვა ოფისებიც, მაგრამ ეს იყო მაინც ყოველ შემთხვევაში ჩემ ახსოვრობაში ასე დარჩება რეალური კერა ოპოზიციის, სადაც თქვენ ბატონი იურა და სხვები, ქალები, კაცები, იქიდან ხდებოდა ბრძოლა. ამას მე იმიტომ კი არ ვყვები, რომ დაგვავიწყდა უბრალოდ რა კი გვესწრებიან ისინი, ვინც იმ დროს შეიძლება ახალი გაჩენილი იყო ან მცირეწლოვანი იყო, მათთვის არის ეს ისტორია და საინტერესო. ამიტომ მადლობა თქვენ ამისთვის, ყველა შვილმკვდარ დედას, ვინც ცოცხალია ღმერთმა დიდხანს სამყოფოს თავიანთი შვილების მოსაგონრად და მათი ღირსების დასაცავად, მამებს რასაკვირველია ჩვენ არანაკლებ პატივს მივაგებთ და მადლობა თქვენ იმ ბრძოლისთვის, რაც გასწიეთ და დღესაც აგრძელებთ. ბატონ სოზარს სურდა მე მგონი კითხვის დასმა კიდევ თუ თქვენ ამოწურეთ ვის სურდა კითხვის დასმა ბატონი თენგიზი დასვამს კითხვას ბატონო ილია თქვენ ხომ არ გქონდათ შეკითხვა მადლობა მობრძანებისთვის ვიციათ სიძნელესაც წარმოადგენს ამის თავიდან გაცენება და გამეორება თქვენ თქვით რომ ბაშალეიშვილი აღადგინეს შინაგან საქმეთა სამინისტროში დიახ ვანო მერაბიშვილი თქვენთვის ცნობილია თუ არა და ჩვენ დავადგინთ არ არის პრობლემა ბატონო თუ არის თქვენთვის ცნობილი მეთქი თუ არა და ჩვენ დავადგენთ ის საპოლიციო თანამდებობაზე აღადგინეს თუ რამე არა ყველაფერი ვიცი მე ეს გავიგე ვანო მერაბიშვილი აღდგენილი რო იყო 2012 წელს როდესაც ბატონო ბიზინა არჩევნები მიმდინარეობდა პრაქტიკულად და მე მაშინ შტაბში ვიყავი აჩიკო კვილაშვილი და ძალიან მთხოვა და სხვათაშორის ბატონო ბიზინაც მე დიდი მადლობა გამომიგზავნა მე არ წავედი მითხრა აჩიკომ შეგაკვეთრე ბატონო ბიზინას და არ წავედი მე ვთხარი ახლა არ არის საჭირო წავედი და იქიდან ძალიან დიდი მადლობა მე რო იყვიან აჩიკოს არ მოვშვი ჩავედი 3 დღით და დარჩის 2 თვენახევარი მე თვითონ აღარ გამომიშვა იქიდან იმიტომ რომ აიწია ტემპერატურა ძალიან რო ვიყავი და მე მაშინ დისკები დავაბიჭინე აჩიკო კვილაშვილს აი იმის ფილმი რა გადაღებული როა მადლობა პატრონს ეგ მამაჩემთან ერთად გადაიღო ვახო კომახიძე 35 ეტაჟის დისკი დავაბიჭეთ და თითქმის ყველა ოჯახში შევატანინე ეს დისკი აბსოლუტურად თემური კოხოძე იყო მაგის მოწინააღმდეგე თეგეტა მოტორსის ის რო არის უგებდით ძალიან 128 ხმით მე 200 ხმით მე ჩამოვარდა ბოლოს ჩამოვარდა 28-ზე და რო ჩამოვარდა 28-ზე ბოლოს ჩამოვარდა 8 და ამ ხალხს რომელსაც ვაგზავნებთ არ ჩანდა ნახევარზე მეტი იყიდა მაშინ იყო აჩი კვილაშვილმა იცის რომ მე შევარდი იქ ცეესკოში ბაღდადში რა და ზუსტად ნახევარ საათში მიულოცა თემურიმ აჩიკოს მოგებეს იცის ბატონ მარჩელმა და ვისაც უდათ კითხეთ და რაც შეეხება რაც თქვენ კითხვა დამისვით მე ეს ვიცი 2000 ის იყო აღდგენილი შინაგან საქმეთა სამინისტროში ოღონ ეხლა იმ აჟარნი და იმას სამსახური რა ქვია იმას რომ ცუდი ამინდების დროს და ის საგანგებო იმაში იყო აღდგენილი მაგრამ იყო შინაგან საქმეთა სამინისტროში აღდგენილი რა მნიშვნელობა აქვს მაგას ალბათ რო არ მეყვირა დარჩენილი იყო სააკაშვილი ერთ წელიწადში გადაიყვანეს სადღაც მიიყვანეს იქ რომ მე სადღაც გადაიყვანათ რა ეგ გავიგე და მე ავტეხე ერთი ამბავი ხა მე მეორე ამბავსაც ვიტყვი ახლა არასდროს ჩემ ცხოვრებაში ტყვილი არ მithქვამს მე არც ჩემი გამოსვლა არ ყოფილა სხვათაშორის მე ახლაც ვნახე ბოლოს ერთი ადამიანი და რომელიც მე ძალიან კარგად გააკეთა შალვა თადუბაძემ ერთ-ერთი აი მაშინ პროკურატურაში მუშაობდა ბუტადროს დიდუბე ჩუღურეთის პროკურატურაში ბეჟუაშვილი ნუ მე ძალიან სუდად მეკცეოდა მეც მამაჩემსაც მიიყვანდა 74 წელს და 7 საათზე დაგეტავდა კაბინეტს 9 საათზე მიდიოდა არა ჩვენ ახლა იყო ქუთაისის თავარი პროკურორი და არც ეს არ ვიცოდი მე და მაშინ იყო შალვა თადუბაძე პროკურორი და შალვა მითხრა რომ სოსო 10 დღეში ეგ მაგ არ იქნება მარც არ იყო 10 დღეში ახლა იმას ქვეყანა არ დაუქცევია იმ კაც არ იყო ისეთი ნაციონალი რომ მე ვებზვის ძირითადად იმ ნაციონალს როდესაც სიხშია ხელი გასწრონ არასასიამოვნო იყო თუ გინდა და მე სხვათაშორის მე თვითონ უთხარი რომ დავფიქრდი რომ თუ გინდა აღადგინეთ ეს კაცი მეთქი რა იმიტომ რომ ეს არ არის ახლა ის ვამპირი ისეთი რო არიან ზმურად არ მესიამოვნა იმ წუთში რა მაგრამ ის
მკვლელია, რომელმაც მედაბიშვილმა აღადგინა. ის არის მკვლელი და სხვათა შორის ბაშალეის ისტორია რო იცოდეს, ბაშალეიშვილი მუშაობდა შევარდნაძის დროს სამთავრობო დაცვის სამსახურში, სადაც სასიკვდილოდ დაჭრა 23 წლის ბიჭი. მერე გააგდეს, მაგას ბოჭორიშვილი იყო ერთი იქ, ის პატრონობდა რა, მაგ ბაშალეიშვილს. გააგდეს სამსახურიდან ერთი როგორც მოვიდა მიშა და აღადგინდა. სხვათა შორის მიშა შემსრულებელი ყავდა 2009 წლამდე. და მერე ზოგიერთი პატრონი გადაიყვანეს რაიონებში და ზოგიერთი გაუშვეს იმ პერიოდში. კაცი აცხადებს, ეხლა ყველაფერი არის, მინდა რო თქვა, რომ მიშას ბრალი, იმიტომ რომ კაცო 37 წელი რო ჩაატარა სტალინმა რა, თვითონ კი არ დადიოდა, კი არ ხოცავდა ხალხს. სისტემა მოკლე ეს ხალხი ხო? რატომ ბრეჟნევის დროს არ გამეორდე? პირველ კაცი არის ყველაფერი დამოკიდებული და ეხლა თუ ამას ვინმე არ გააკონტროლებს, ეხლა პირველი კაცი რო ვარ და ყველაფერი შემდგა მე რო შემილი ადამიანი მოუწყვიტო, ვინა მოწყვიტავს იმდეზე. ხო, სიტყვით ვიძახი. ამიტომ იმის თქმა მინდა მეგრომს არ არსებობს კაცი რომელიც იძახის ხელი არ აგიკაკალდეს, ტყუები არ გვენანებათ, ნულოვანი ეს დაიწყო ეს რეპრესიები. როგორც კი მაგან შინაგან საქმეთა სამინისტრო სუსი კუდი ესენი გაერთიანდა, ჩამასიძე მითხრა, რომ ასეთი მოსტრას ადამიანი რო აკეთებს და ერთ კაცს ნიშნავს იმის ხელმძღვანელად, რეპრესიები დაიწყება, წაიყვანა შვილები საზღვარგარეთ. ეს იყო კაცი კიდევ ვიძახის, არავის შეცოდება არ შეიძლება. სააკაშვილი არის ნომერ პირველი ჯალათი. კიდევ ვიძახის, სისხლი მტკივა, ბევრი საქმეები ჩვენ კიდე არ ვიცით. მაგრამ ის ნამდვილად ვიცი, რომ დანგრეულია. გურამ გვირგვლიანი ტირის ყოველღაბე მე სურათებში ვცხოვრობ, ის სურათებში ცხოვრობს. ერთი შემოიხედოს, ვინმე რა დღეში ვართ მარტო როჩებით. 21 წელია, ჩემი შვილი სისუფიცა ვარ, 3 საათზე მეტი არ ვიცინია, ვერ ვიცინებ. 7 საათზე წვევი და 9 საათზე მღვიძავს. ახლაც რომ მოვედი 200 მქონდა 100 წნევა. ეხლაც რომ მოვედი. და მინდა რომ სასამართლო დამთავრდეს, რომ მოვესწრო ამ სასამართლოს დამთავრებას, იმიტომ რომ თავიდაბოლომდე ყველაფერი ვიცი, შეუვალე ვიყავი მე რაღაცეებში და ესეც უნდა იყოს. ასე მგონია თუ მე ვერ მოვესწრები, კიდევ ვერ მოიხდის ოქროაშვილი ბოლომდე ციხეს და ოქროაშვილი თუ გამექცა, მე ჩავთვლი რომ ტყილა მიცვალი ეს 21 წლის განმავლობაში. ოქროაშვილი ვინაიდან ბატონო სოსო ჩაგეჭრებით? ირაკლი ოქროაშვილი ვინაიდან იმ დროს, როდესაც თქვენი ვაჟი მოკლეს ქუჩაში, ის იყო შინაგან საქმეთა მინისტრი. 21 თვე. ისთვის მე გადავიდა, მაგრამ ყველანაირი გაყალბება დაიწყო და მე ვანომ კიდე უარესი გააკეთა საერთოდ, კი ბატონო, გასაგებია. ხო, მაგრამ ბატონო სოსო, ჩემი თხოვნა იქნება და ალბათ კომისიის პოზიციასაც გამოვხატავ ამით, რომ ყველა ის მტკიცებულება, რაც თქვენ ხელთ გაქვთ, მიუხედავად იმისა, პროკურატურაში დევსო თქვენ ბრძანეთ, მიუხედავად რაც მაქვს, მე ის აქ პროკურატურას. მაგრამ მიუხედავად ამისა, რასაც თქვენ ჩათვლით, რომ ჩვენც უნდა მოგვაწოდოთ, ახლა არის დრო რომ მოგვაწოდოთ, იმიტომ რომ ერთ სხდომაში და ერთ გამოსვლაში ყველაფერს ვერ ამოვწურავთ. არა, კაცო, საქმეები არის, მე საერთოდ მე ხე 10 ჯერ გამოსულანი და ეგ საქმეს, მაგრამ მერე და მერე ჩდება გზები, მაგრამ ჩემი თხოვნა იქნება რა, რომ რამდენიმე ოქროს მოწმე, აი მაგალითად შაკო ნიქაბაძე, ზურა ბაქრაძე, კიდე არიან. ამას თუ გინდათ გეტყვით, აი სოზართან მექნება მე ურთიერთობა. კი ბატონო სოსო, ზურა ბაქრაძეზე უკვე გიპასუხებთ. არ არის, ჩვენ შევამოწმეთ, ის არ არის ქვეყანაში, გასულია ქვეყნიდან. თუმცა რა თქმა უნდა გვაქვს სურვილი რომ როგორც კი მე მაგას ვეცები რომ მოუძებნო მისი შვილი და ემის რა ქვია აი ზაზა შანავა დაიბარეთ მაგალითად მე თუ სოზარი და ამეკავშირდება და იქნება საჭირო რომ მოგაწოდოთ ეს მე ყველაფერს მივაწოდებ. კი ბატონო, ვინც ქვეყანაშია და მივაწოდებ, უნდა WhatsApp-ში იგივეს მივაწოდებ, იმიტომ რომ აქ კიდე ბევრი ადამიანია შეიძლება მეცან, მაგრამ ისეთი მოწმეები არიან. კი ბატონო. აი ეს მაგალითად სასტრაფოს ექიმი როა სამწუთში რო იყო, იქ ამაზე მაგარი ის რომ იარაღებზე რო ლაპარაკობენ დღესაც და ხალი მივიდა და თქვა რომ იქ იარაღი საერთოდ არ მინახია არავიზეო რა. თქვენ სია მოგვაწოდეთ, ვინც ქვეყანაში იქნება, ჩვენ შევეცდებით რომ ყველას გავესაუბროთ. თან კარგი ამბავი ის არის, არ ვიცი უსმინეთ თუ არა გუშინ რომ ჩვენ მოვითხოვეთ გუშინ ჯერჯერობით განხილვა არ ყოფილა, რომ 5 ივნისამდე გაგვიგრძელდეს მუშაობის ვადა, რაც ალბათ შესაძლებლობას მოგცემს, რომ თქვენი სურვილებიც, რომელიც ობიექტურია და საქმეს წაადგება, რასაც ვისმენთ ახლა ნამდვილად ასეა, ეს დავაკმაყოფილოთ, ამიტომ დრო მეტი გვაქვს.
დიდი მადლობა. მე მინდა ეხლა ჩემი რაღაცა უთხრა ახალგაზრდებს და თუ შეიძლება, დიახ. ძველგაზრდებსაც. ხალხო, თქვენ ხედავთ ეს ხალხი, ისე თუ გინდა სიმართლე გითხრათ, ეხლა ახალგაზრდები ბევრი შესწავლით არიან, რაღაცა რომანტიკას ეძებენ ამ საფრანგეთის ხალხი რო გამოდიოდა გარეთ და ფილმები გინახიათ ალბათ თქვენ და ამ ხალხს სხვანაირი მოვლა უნდა, მაგრამ მე გეუბნებით ერთ რამეს, რომ სულ ვამბობ ამას, მხოლოდ ორი სიტყვით ვიძახი ამ სიტყვას. ახალგაზრდებსაც ეხება და ძველგაზრდებს ეხება. ახალგაზრდებს ვეთქვი, რომ შეცდომისხეთ შესული და ვერაფერს მაგით ვერ მიაღწევთ, გეუბნებით, რომ ყლელებთან ყლების გვერდით გეხართ. 9 აპრილს რა უფლებით არ შეუშვეს იმ ახალგაზრდებმა იქ ხალხი, რა რუსთაველი ყველასია, პრივატიზაცია გაუკეთეს, ამათ თუ რაქნეს. მოდი ეხლა მიავდგები, მე შემილი 1-5-6000 კაცი სამ დღეში დავაყენებ რუსთაველზე ჩემი შვილის საფრთხეს, მეცაც. აგერ ამ Facebook-და რას წერენ? ერთი თქვენ თქვით და გამოვალთ უყველავ. ნუ შეგავაკეთებინებთ ისე, რომ არც პოლიცია გვჭირდება, ჩვენ არ ჩაგვირიოთ მაგ საქმეში, იმიტომ რომ თქვენზე მართლებიც ვიყავით. თქვენზე გამწარებულებიც ვიყავით, თქვენზე მაგარი ქართველებიც ვიყავით და ერთი ფანჯარა არ ჩამწრეულა, არცად. ერთი პოლიციელი არ გვიცემია. არ გვიცემია, იმიტომ რომ ის პოლიციელი უნდა იცოდე, რომ ის არის ისის ვიღაცის შვილია, ფორმა რო აცვე, იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანი არა, რას არ ეძახით და. კარგით, აი მე გეტყვით, თქვენ თუ აი ეს პოლიტპატიმრებს რო ეძახენ, ახლა რომელი პოლიტპატიმრები? თუ მოხვალთ ჭკუაზე და არ ვიცი თუ სიმართლის მხარეს დადგებით, რატომაც არა მე რომ მკითხვა ამინისტიას რო გაკეთეს, უნდა გამოგიშვან უხველა ციხიდან, მაგრამ ამის გამკეთებლები თუ ხართ, ამის პირობა უნდა მიცეთ ქართულ ხალხს. მე მინდა ძველგაზრდებს უთხრა იმათ, ნაცებს და იმას და უთხრა, რომ არავის არაფერი არ შერჩენია ცუდი საქმე. წეგავ თქვი მიქაძე, დონაძე, მე წინააღმდეგი ვარ იმასე, რომ ვინმეს შვილზე რაღაცა გადაუხადეს. ვიცი ლევან გვაზავას რა დაემართა, ის ჩემი ნათესავია შორებელი დედაჩემის მხრიდან. და რა მინდა რომ უთხრა ყველას, ესენი ვერ მოვლენ, ვერ საჩვენთოში, იმიტომ რომ ოცნება ძალიან დიდი რეზერვი აქვს, თუ გინდა იმ ხალხის გამო, რომელიც უბედურ დღეს ჩააგდეს და ძალიან ბევრი ჭირისუფალი გვყავს ბატონო სოზა რა. ძალიან ბევრი ჭირისუფალი, აი ამ სარიალი ხელით გავაკეთებთ ყველაფერს. როცა თემა ძლიერია, იქ არ არის ფინანსები მაინდა-მაინც დიდი საჭირო რა. მე მინდა დიდი მადლობა მოგიხადოთ აქ და დღეს არის ის მთავრობა საქართველოში, რომელსაც არავინ არ მოუკლავს, არავინ არ უწამებია, არავის უჩხილები არ დაუძრია და ამის გამო ვართ უმრავლესობა ამ ხალხის გვერდით და ასეც უნდა იყოს და ვიქნებით ამ ადამიანის გვერდით და თქვენ ნაცებო ძალიან მალე დამთავრდებით და მინდა დიდი მადლობა გითხრათ თუ ამ ოქროს მოწვევებთან იმას კარგი იქნება ესენი ჩემზე მეცაც იტყვიან თუ გინდათ სიმართლე გითხრათ და სვათაშორის შაკო ნიკებაძე არის გამომძიებელი რომელიც იყო სანდრო გვირგვლიანის ვაზაკაშვილის და ჩემიც სამივეს დიდი ინფორმაციის მატერიალი ეს გაქცეული იყო ეს კაცი და ჩამოვიდა სოჩვილი გახიზნა მაგრამ რომ გიორგი ღვინიაშვილა რომელიც იყო ქალაქის პროკურორი იმადე უთხრა რომ შაკო ნიკებაძე სოციალი არ გჭირდება ახაც მიკვირს ეს კაცი როგორ გადარჩა თუნდაც ჩემ საქმეში მაგრამ მე მინდა ერთი რამე ვთქვა ჩემო კარგებო დიდი მადლობა ყურადღებისათვის მადლობა თქვენი ბრძოლისთვის რაც აწარმოებთ და ნაცებს და ჩემ შორის არის სისხლი და არასოდეს მაგაცაც არაფერს გავიზიარებ ვიც არ უნდა გამაბრაზოს მე მაგათ ხარეს არ ვიქნები არასოდეს და ვერც იქნება ჩვენი ვერანაირი ადამიანი ის არის გარეწარე ვის მაგ ხარეს დადგება დიდი მადლობა და ბოლოს ბატონო სუსი დავამთავრო ესეთი გამოთქმა ჩემი თავიდან იწყება ეს პირველ რიგში მოდი ისე ვიცხოვროთ სიკვდილამდე არ მოგვდეთ მადლობა ბატონო სოსო მობრძანებისთვის და თუ თქვენი თანხმობა იქნება ჩვენ გავაგრძელებთ თქვენთან ურთიერთობას იმისთვის რომ დასკვნაში ყველაფერი ობიექტურად აისახოს მადლობა სამდივნოს ვთხოვ რომ გაგაცილოთ ჩვენ კი ბატონო ძალიან კარგი ბოდიში რომ ვერ გაცილებთ სამდივნოს ვთხოვთ რომ გაგაცილონ მადლობა თქვენ მობრძანებისთვის ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს ხდომას მადლობა ბატონო სოსო